ასტრალი. უხილავი სამყარო ჩვენს გარშემო. ასტრალური სამყარო ეს არის ენერგეტიკული სივრცე, რომელიც მდებარეობს ფიზიკურ რეალობასთან პარალელურად, მაგრამ მის მიღმა ეს არ არის წარმოსახვითი სიფრთხე. ეს არის კოსმიური ინტერფეისი, სადაც ემოციები იძენენ ფორმას, ფიქრები ქმნიან ლანდშაფტს და ცნობიერება იღებს გაფართოებულ შესაძლებლობებს. ასტრალი არ არის გარდამავალი სივრცე ფიზიკურ სამყაროსა და მაღალზე გრძნობა დონეებს შორის. ასტრალის სტრუქტურა შედგება 7 ძირითადი შრისგან. პირველი, ქვედა ასტრალი, შავი ასტრალი, ჩრდილის ზონა, ენერგეტიკული კოორდინატები, დედამიწის აურის ახლო ფენა, სიხშირე, დაბალი და სქელი, იკვებება შიშით, აგრესიით, ლტოლვით. აქ ცხოვრობენ დაბალი ასტრალური არსებები, განადგურებული ემოციები, შელახული ცნობიერების ნაკადები, იმპულსები, რომლებსაც ადამიანი ვერ აცნობიერებს. მისი ფუნქცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს არის განწმენდის სივრცე. აქ გროვდება ენერგია, რომელიც არ არის დამუშავებული. მისი დატვირთვაა საიდუმლოებების, ჩრდილებისა და იმპულსების გასაშიფრად, გაცნობიერებისა და ტრანსფორმაციის გზის გავლა. მეორე, მექანიკური ასტრალი, რუტინული სიზმრების დონე, ტიპიური ნიშნები, დამაბნეველი, არალოგიკური სიზმრები, დეჟავუ გამოცდილებები, წარსული დღის ემოციური კადრები. აქ მოქმედებენ მენტალური ავტომატიზმები, არქეტიპული ფორმები, სიზმრის ნიღბები, რომლებიც იმეორებენ რეალობის ფარდებს. მისი ფუნქცია მეხსიერების და ცნობიერების გადატვირთვა, ემოციური ჯარეცხვა. მესამე, ემოციური ასტრალი, შექმნილი ემოციების მატარებელი შრე. აქ ემოციები ხდება ფორმა, სიყვარული, ნათელი სფერო, შიში მუქი ლაქა, ტკივილი ტალახიანი სითხე. აქ იქმნება ემოციური ომები და სიხარულის არხები, კავშირები გარდაცვლილ სულებთან, ნათესავების აურის შემხები ზონა. მისი დატვირთვაა, რომ აქედან დაიწყოს სულიერი კავშირების შეგრძნება და პირველი ნაბიჯები გაცნობიერებული ასტრალური მოგზაურობისკენ. ცნობიერი ასტრალი, მეოთხე, პირადი სიზმრების სფერული ზონა. აქ ადამიანი უკვე ფხიზელი ცნობიერებით ამოიცნობს, რომ სიზმარშია. გააჩნია ნაწილობრივი კონტროლი გარემოზე. ხასიათდება ასტრალური მოგზაურობით, სხეულის დატოვების შეგრძნებით, სიმძიმის დაკარგვით. ფუნქცია შესაძლებლობა გაიაზრო საკუთარი შინაგანი რეალობა და იმუშაო ქვეცნობიერზე, უფრო ღრმა დონეზე. მეხუთე, გაერთიანებული ასტრალი, საერთო კოლექტიური ლანდშაფტი. აქ ერთმანეთში იკვეთება ასტრალური მოგზაურების გზები, კოლექტიური არაცნობიერი სცენარები, სულიერი მეგზურების სადგურები. მისი ფუნქცია სწავლის, დიალოგისა და ერთობლივი, სულიერი კონტაქტის დონე. აქ განთავსებულია აკაშას ჩანაწერების ნაწილობრივი არხები, სულიერი მასწავლებლების ლოკაციები, წარსული ცხოვრებების კარიბჭეები. მეექვსე დონე,
თეთრი ასტრალი, ზედა სფერული ველი, სივრცე, სადაც არ არის ფიზიკური ფორმა, მხოლოდ ენერგია, შუქი და სიღრმისეული ემოციური ინტელექტი. აქ იმყოფებიან უმაღლესი მეგზურები, ანგელოზური არსებები, ის სულები, რომლებიც ციკლური დაბადებებისგან განთავისუფლდნენ თავის დროზე. მეექვსე დონის თეთრი ასტრალის ფუნქციაა მეგზურობა, შთაგონება, სულიერი მოწოდების მიღება. მეშვიდე დონე გარდამავალი შრე, კარიბჭე მონადის დონეზე, ზედა ასტრალი, პრეკაზუალური ზონა. აქ წყვეტს სული ინკარნაციის მომავალს. აქ აღიქვამს საკუთარ კოსმიურ მიზანს როგორც მთლიანობას. ეს არის დაბრუნების წერტილი საკუთარ პირველ წყაროსთან. აქ არ არსებობს ენა, მხოლოდ ზეპირის სინათლის არქივია. სად მდებარეობს ასტრალი? ფიზიკურად არსად, ენერგეტიკულად კი ყველგან, შენში და შენს გარშემო, როგორც პარალელური, გონიერი შრე. ასტრალს არ აქვს ადგილი, მას აქვს სიხშირე. როცა გონება შიგნიდან წყნარდება და აურა იცვლის ვიბრაციას, სული გრძნობს ამ კარების გახსნას. ასტრალი სულიერი ცოდნის არა ოცნება, არამედ სინამდვილეა. სიზმრები, ეს მისი ფოსტის ნაწილებია. ინტუიცია, მისი ენა, დაჭრილი ემოციები, მისი პირველი სტუმრები, მეგზურები, მისი მასწავლებლები. შენ უკვე მოძრაობ ასტრალში, მაგრამ არც კი იცი. როცა ერთხელ გაცნობიერებით გადახვალ, აღარ იოცნებებ რეალობაზე. შეიცნობ, რომ რეალობა ბევრია და მათი ცვლა იწყება შენში.